ჩვენ ვაგრძელებთ ფილიპელთა წერილს. ფილიპელთა მეორე თავის პირველი მუხლი. მას თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარეობა, თუ არის მოწყალება და თანაგრძნობა, პავლე მოციქული წერს ეფესელებს. და თქვენ იცით, რომ ეფესოს ეკლესია მისი გულის ეკლესია იყო, მისი სიხარულის ეკლესია იყო. ეს არ იყო გალატიელთა ეკლესიები, რომლებიც მათ დაამძიმეს ის, იმიტომ რომ სხვა სახარებაზე გადავიდნენ, გადაუხვიეს. და პავლე მოციქული ეუბნება მათ, რომ თუ არის, ანუ პრინციპში ეს ნიშნავს, რომ რადგან თქვენ გაქვთ 4 თვისება. პირველი არის ის, რომ თქვენ გაქვთ ის უნარი, იცოდეთ, რომ ქრისტე გვაძლევს ნუგეშს. ეს სიტყვა ნუგეშის მცემელი, ეს სიტყვა ნუგეში არის იმ ფუძიდან, რომელიც არის ნუგეშის მცემელი, სულიწმინდა. და პავლე მოციქული ამბობს, რომ ქრისტე გვაძლევს ნუგეშს. ვის ჭირდება ნუგეში? ნუგეში ჭირდება მას, ვისაც ჭირდება ნუგეში. ჩვენ მორწმუნეებს და ზოგადად კაცობრიობას სჭირდება ნუგეში. სიტყვა ნუგეში კარგი სიტყვა არის. ნუგეში შეგვიძლია მისი სინონიმი იყოს გამხნევება, შეჯანჯღარება, იმერეთში ვიტყვით ხოლმე ჯიკავი, გამოფხიზლება. ნუგეშინია. ზოგი იტყვის, რომ ყველაფერი ყირაზე დადგა, ჩემი ცხოვრება ცუდად მიდის, აი სხვების როგორ ბედნიერად არიან, მე კიდე ეს რატო შემემთხვა, ის რატო შემემთხვა, ხო შეიძლებოდა მეც ისევ ყოფილიყავი, როგორც სხვა არის ადამიანს ყოველთვის აქვს უკმარისობა. ქრისტე გვაძლევს ნუგეშს, მაგრამ ყველაზე დიდი ნუგეში არის ის, რომ ჩვენ ვიქნებით ცოცხლები იესო ქრისტესთან ერთად. ნუგეში არის ქრისტესაგან. თუ არ იქნებოდა ქრისტე, ჩვენ ყველანი დაღუპულები ვიქნებოდით. მაგრამ იმის გამო, რომ ქრისტე მოვიდა და ფასი გადაიხადა, ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს ნუგეში, რომ ერთ დღეს ჩვენ გადავლახავთ იორდანეს და შევალთ ქანაანში. ამიტომ თქვენ გაქვს, რადგან გაქვთ ეს ნუგეში. და მეორე, რაცაც ეუბნება პავლე მოციქული, რომ ყველას უნდა უხაროდეს, სწორთარგმანში ესეა, როდესაც იგრძნობს ქრისტეს სიყვარულს. ანუ სიხარულით აღივსეთ, ნუ გაქვთ ყურები ჩამოყრილი და ცხვირი ჩამოშვებული. იმიტომ რომ იცოდე და გრძნობდე, რომ ქრისტეს ძალიან უყვარხარ შენ. შეიძლება მარტო გრძნობ თავს, შეიძლება თავს გრძნობ დაჩაგრულად, შეიძლება გრძნობ არასრულფასოვნად თავს და გარიყულად, მაგრამ გაიხარე იმით, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ქრისტეს ძალიან უყვარხარ შენ. და მოწმობა იმისა, რომ ქრისტეს უყვარხარ შენ, არის ის, რომ შენ ხარ ეკლესიაში. ის, რომ შენ გეძლევა სიცოცხლის სიტყვა. ბოროტს რაც უნდა და რისთვისაც იბრძვის, არის ერთი რამ, არ მოისმინო და არ მიხვიდე სიცოცხლის სიტყვასთან. მაგრამ თუ კი შენ ხარ ეკლესიაში და ისმენ სიტყვას, ეს არის ის, რომელიც აღიზიანებს მას, მაგრამ იცოდეთ, რომ იესო ქრისტეს ბოროტი ხელში ყავს აყვანილი. და ის ვერაფერს გაბედავს, მას საზღვრებიათ აქვს დადგენილი, იმიტომ რომ ქრისტეს უყვარხარ შენ. და მან შეგიყვარა შენ
და მან ამოგირჩია შენ, მან გამოგისყიდა შენ და მან მოგცა მოქალაქეობა, მოგცა შვილობა და დაგაყენა ყველაფერზე მაღლა მისი ტახტის, მის გვერდით აღწვა ზეციურ ტახტზე. დიდება იესოს. ამიტომ გაიხარეთ ამითი და ნურაფერ შეხედავ ქვეყნიერებაზე, რომელიც ჩანს სასიხარულოდ. მესამე რასაც ეუბნება პავლე მოციქული და თუ გაქვთ სულიერი ურთიერთობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასებო მორწმუნეთა შორის სულიერი ურთიერთობა. რა არის სულიერი ურთიერთობა? ეს არ არის ჭორაობა, ეს არ არის განკითხვა, ეს არ არის რაღაც ისეთი. ეს არის თქვენი ამინი, როდესაც მე ვლაპარაკობ და თქვენ ვლაპარაკობთ, ჩემი ამინი, ჩვენ ერთ აზრზე ვართ. ჩვენ ერთ სულში ვართ და ერთი გახსნა გვაქვს. იცით ძვირფასებო, როდესაც მე ვლაპარაკობ რელიგიურ სულებზე თუ რაღაცეებზე, თქვენ ამინს მიტო კი არ მეუბნებით, რომ მე დაგარწმუნეთ თქვენ და ტვინი გამოგირეცხეთ. არა, თქვენს გეხსნებათ და ღმერთის სული გიხსნით იგივეს. წერილები თქვენც იგივეს გეუბნებათ, რასაც მეუბნება. და მეოთხე, მოწყალება და თანაგრძნობა, რომელზეც საუბრობს პავლე მოციქული დებისა და ძმების მიმართ. ყოველთვის მოწყალება არის ღმერთისაგან და ჩვენ ხარში უნდა ვუდგეთ ერთმანეთს. რომელთა 15:6 წერია, რათა ერთსულოვნად, ერთი ბაგით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა. პავლე მოციქული რომელთა ეკლესიას ეუბნება ერთსულოვნად. რას ნიშნავს ერთსულოვნად? ერთ ხმაში კი არა, ერთ სულში, ერთ გაგებაში და ერთ გამოცხადებაში. გამოცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდება იესოს. დიდება იესოს. ფილიპელთა 2:2 წერია. მაშინ თუ კი ეს ყველაფერი გაქვთ, მაშინ შეავსეთ ჩემი სიხარული, ეუბნება ფილიპელებს პავლე მოციქული. ყველას ერთი ფიქრი გქონდეთ იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანი და ერთაზროვანი. როდესაც ამ სიტყვებს კითხულობ, ძალიან ბევრს გონია, რომ პავლე მოციქული ლაპარაკობს ეკლესიის რაღაც შინაგან ერთობაზე და ამ სიტყვებს ხმარობს როგორც კარგ და კეთილ სიტყვებს. მაგრამ პავლე მოციქული ძვირფასებო წინა მუხლებში, წინა თავში საუბრობს იმის შესახებ, რომ ზოგი ჯიბრით ქადაგებსო, გახსოვთ? და ზოგი ამპარტავნებითო, რომ ჩემი ბორკილები დაამძიმოსო. პავლე მოციქული არის ბრძოლაში სხვა მქადაგებლებთან და სხვა ეკლესიის წევრებთან, სხვა მსახურებთან. ის ბრძოლაში არის. ამიტომ ეხლა გალატელთა ეკლესიის გამოცდილება როიცის ფილიპელებს ეუბნება, რომ არ გადაუხვიოთ, არ დაემგვანოთ იმ ზოგიერთ ქადაგებლებს, ხუცესებს და ეკლესიებს, რომლებიც დიდად ჩანან, კარგად ჩანან, თითქოს წინ მიდიან, მაგრამ რეალურად მათ სარგებელი არ აქვთ ქრისტესაგან. და თუ კი თქვენში ეს ყველაფერი არის, ბოლომდე შეავსეთ ჩემი სიხარული. რა უხაროდა პავლე მოციქულს? უხაროდა, რომ ეკლესიამ შეინარჩუნა სწავლება. რომ ეკლესიას თვალები აეხილა და გაარჩია. თუ გალატელებმა ვერ გაარჩიეს, ფილიპელებმა გაარჩიეს. სად იყო და რა იყო?
გალატიის ეკლესია და იერუსალიმის ეკლესია დღეს აღარ არსებობს. საერთოდ იერუსალიმიც დაინგრა. ამიტომ მნიშვნელოვანია ძვირფასებო, სწორი გზებით ვიაროთ. მაშინ შეავსეთ ჩემი სიხარული, ყველას ერთი ფიქრი გქონდეთ. რა ფიქრია ესა? გქონდეთ იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანი და ერთაზროვანი, რომ იდგეთ და გაყვეთ ამ გზას. იმიტომ რომ ჩემი ბორკილები, ამბობს პავლე მოციქული, ზოგისთვის სიძლიერე გახდა და გაბედულად ლაპარაკობენ. რა ქონდათ გასაბედი სალაპარაკო, რომ მხოლოდ იესო ქრისტეთი არის გადარჩენა. მაგრამ ზოგიერთმა დაიწყო ქადაგება, რომ დაემძიმებინა მისი ბორკილები. მაგრამ ჩვენ ძვირფასებო ვქადაგებთ იესო ქრისტეს და მხოლოდ მას დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. მორწმუნე შენ ხდები ზეციური გამოცხადების შედეგად, რაც არ უნდა ბევრი იარო ეკლესიაში და იკითხო და უსმინო, თუ არ მიიღე ზეციდან შობა, ზეციდან შობილი თუ არ ხარ, შენ არ ითვლები მორწმუნეთ. ეს არის ზებუნებრივი მოვლენა. და თუ კვერცხი გაწითლდა, კვერცხის გაწითლება კი არ არის მნიშვნელოვანი. იმპერატორი იშვა თუ არა ზეციდან, ეს არის მნიშვნელოვანი. ზოგი ამბობს, რომ კვერცხს რო ვღებავთ, ეს ნიშნავს, რომ მთელი დედამიწა იესო ქრისტეს სისხლით წითლად შეიღებაო. კი ბატონო, შეიღება. მაგრამ კვერცხი მანდა მაინც რატო? თუ ეს სიმბოლური არის. იცით ძვირფასებო, ეს ყველაფერი ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას, მაგრამ ადამიანები ზოგი იტყვის, რომ რა მოხდა მერე, ხლა ამ დღეს ჩვენ გვიხარია, ვეუბნებით ერთმანეთს ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, უჭახუნებთ კვერცხს ერთმანეთს, ვისიც გადყდება ბავშვობაში, მე ხის კვერცხი მქონდა და უჭახუნებდი და ქვეყნის კვერცხები დავაგროვე ერთხელ. ანუ ეს სიხარული არის, ეს იმიტომ რომ შენ თუ იმას თუ გაუტყდება, ის კვერცხი შენია და შენი თუ გატყდა, იმის კვერცხი, შენი კვერცხი იმისი არის და ასე ვერთობოდით, რა მოხდა მერე, არაფერი არ მოხდა. მათთვის ვინც არ იცის, მაგრამ ვინც იცის ძვირფასებო, მას მოეთხოვება. რატომ მოეთხოვება? იმიტომ რომ მან უნდა ასწავლოს და უნდა იყოს მაგალითი. იცით ებრაელი ერის პრობლემა რა იყო? ვერ მიხვდა, რომ მაგალითი უნდა ყოფილიყო. ვერ მიხვდა. იფიქრა, რომ მე ჩემთვის ვარ ღმერთის რჩეული ვარ და სხვას თავში ქვაუხლია. არა. მას მიტომ მიეცა ღმერთის სიტყვა, რომ სხვების კურთხევა ყოფილიყო. მაგრამ სხვების კურთხევა ვერ იქნები, თუ სხვისნაირი გახდი. შენ უნდა იყო ისეთი, რომ შენაირი შენ შეძლო შენაირი გახადო სხვა. დიდება იესოს. როდესაც არ შეღებავ კვერცხს, ყველა შეგეკითხება, რატომ არ ღებაო და შეგიძლია უპასუხო. შეგეკითხებიან და შენ გექნება პასუხი. მოდით წამოვდგეთ ყველანი ძვირფასება.